რა პარამეტრები არის, რომლის საფუძველზეც ითვლიან, ბუნებრივია მიახლოებით წელიწადში ანევრიზმის გასკდომის ალბათობას, ხო? ესე ვჯდებით ხოლმე და ვცდილობ ავუხსნა პირველი, ასე ვთქვათ, გენეტიკური, ასე ვთქვათ, ანამნეზი. უბრალოდ ოჯახური ანამნეზი, ანუ მის უახლოეს დათესავებს, სისხლის დათესავებს. იგულისხმება დედა, მამა, და, ძმა, შვილი. ხონდა თუ არა მას ანამნეზში მსგავსი სახის ინციდენტი, ანუ სიჩაქცევა თავის ტვინში. მეორე, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც ითვალისწინებენ, ეს არის ანევრიზმის ლოკალიზაცია. თავის ტვინში ბევრი არტერია არის და რომელ არტერიაზე არის ეს ანევრიზმა. ასევე პრინციპული მნიშვნელობის არის ანევრიზმის ზომა და მისი ანატომიურ-ტოპოგრაფიული თავისებურებები და პაციენტის მიდრეკილება არტერიული ჰიპერტენზიისადმი.